ოჯახში, სადაც შევედი 24 შვიდზე სამუშაოდ დააყენეს კამერები. ადრე რომ ცოდნოდა, არ დავთანხმდებოდი. მოკლედ, ქალი ისმეს ჩემს საუბრებს და მერე წამომაძახებს ხოლმე. ისეთ რაღაცებს მეუბნება აშკარად ვიცი, კამერებთან არ მისაუბრია. როგორ შემიძლია გავარკვიო კამერების გარდა ფარულად ისმენს თუ არა ჩემს საუბრებს? იურიდიული დახმარების ჯგუფში გამოქვეყნებულ ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა. კომენტარებში ათობით ადამიანი წერს, რომ მსგავსი გამოცდილების გამო სამსახურზე უარის თქმაც კი მოუწიათ. ვიდეო და აუდიო ჩაწერისას დასაქმებულის წერილობითი გაფრთხილება და მისი თანხმობა სავალდებულოა. ამ პირობის დარღვევა ავტომატურად კანონდარღვევას ნიშნავს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვიდეო კამერების დამონტაჟება ავტომატურად არ წარმოადგენს დანაშაულს, არამედ როგორც უკვე აღვნიშნეთ, გააჩნია სად ხორციელდება მისი დამონტაჟება, რა მიზნით, რა მიზანს ემსახურება. თუ ვიდეო კამერის დამონტაჟება ხორციელდება ის ადგილზე, სადაც დიდი არის საჯარო ინტერესების დაცვა, ანუ საფრთხოების მიზნებს ემსახურება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ეს საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია. ხოლო როდესაც სასტუმროში ხდება პირობითად ვიდეო კამერის დამონტაჟება, ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში უფრო დიდი შანსია იმისა, რომ აღნიშნული ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების უკანონო მოპოვებას და ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე მივიდეს სისხლის სამართლის დანაშაულთანაც. ვიდეო მეთვალყურეობისას ინფორმაციული ნიშნების განთავსება სავალდებულოა. ეს მინიშნება აუცილებელია, რათა ადამიანმა წინასწარ იცოდეს, რომ ობიექტზე მისი პერსონალური მონაცემები იწერება და ჰქონდეს მოლოდინი, რომ მისი გადაადგილება თუ კომუნიკაცია კონტროლდება. ვიდეო ჩანაწერებისა და აუდიო ჩანაწერების განხორციელება რეალურად უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ დაცული იყოს საჯარო ინტერესი, საჯარო უსაფრთხოება, საკუთრების ხელშეუხებლობა. შესაბამისად, აუცილებელი არის მიზნობრიობის დადგენა უპირველეს ყოვლისა. ხშირად გვაქვს დღესდღეობით ისეთი შემთხვევა, როდესაც მეზობლები გადაწყვეტენ, რომ სადარბაზოში განათავსონ კამერები. თუმცა აუცილებელია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს მეზობლების ნახევარის თანხმობა იმისათვის, რომ კამერა განთავსდეს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მეზობლების თანხმობა ნახევარზე მეტი რაოდენობით, ამ შემთხვევაში დაუშვებელი არის, რომ განხორციელდეს ვიდეო კამერების დამონტაჟება და შესაბამისად იმ პირთა კონტროლი ვიდეო ჩანაწერებით, რომელთაც ამის სურვილი არ გააჩნდათ. ფარული ვიდეო ან აუდიო ჩაწერა საქართველოს კანონმდებლობაში ერთი კონკრეტული მუხლით არ რეგულირდება. საკითხი სხვადასხვა ნორმის ერთობლიობით განისაზღვრება, ხოლო პასუხისმგებლობა კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული. იმდენად მრავალმხრივად შეიძლება იყოს განვითარებული მოვლენები და გავრცელება, შენახვა სულ სხვადასხვა პუნქტები და შესაბამისად სასჯელები არის. თუმცა ზოგადი თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ თუ კი ეს დარღვეული არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმი შეგვიძლია გამოვიყენოთ და აქ უკვე ჯარიმები არის იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ცალკეულად გათვალისწინებული შესაბამისი კანონით, ხოლო თუ სისხლის სამართლებრივი მექანიზმი გვაქვს უკვე დღის წესრიგში და სავარაუდო დანაშაულზე ვსაუბრობთ, ასეთ შემთხვევაში რამდენიმე ალტერნატივას ითვალისწინებს კანონმდებლობა, როგორც ჯარიმის სახით, ასევე თავისუფლების აღკვეთის სახით 2 წლამდე ვადით. აქაც კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსის 158 მუხლი არის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და სწორედ აი ამ ნაწილში არის ეს სასჯელი გათვალისწინებული. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. იმის მიუხედავად, რომ ფარული ჩაწერა კანონმდებლობით შეზღუდულია, სასამართლო რიგ შემთხვევებში ასეთ ჩანაწერს მტკიცებულებად მაინც იღებს. გადამწყვეტია, როგორ და რა პირობებშია იგი მოპოვებული. თუ არ არის არსებითად დარღვეული კანონი და ადამიანის უფლებები, ჩანაწერს შეიძლება მიენიჭოს მტკიცებულებითი ძალა, ხოლო უხეში სამართალდარღვევით მოპოვებული მასალა, როგორც წესი, სასამართლოს მიერ არ მიიღება. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში არის ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ფარული საგამოძიებო მოქმედებები არის შესაძლებელი, რომ განხორციელდეს საჭიროების შემთხვევაში. მათ შორის არის ფოტოგადაღება, ვიდეო გადაღება, სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადება, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ აღნიშნული თითოეული ცალკეული ქმედება ხორციელდება მკაცრად სასამართლოს კონტროლის პირობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი აღნიშნული ქმედება უნდა განხორციელდეს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მოთხოვნის შუამდგომლობის შედეგად,
ამას აუცილებლად განიხილავს და შესაბამის ნებართვას გასცემს სასამართლო და შემდგომში სწორედ სასამართლო წყვეტს რამდენად კანონიერი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება და ქმედება. კანონმდებლობა ასევე ცალსახად კრძალავს ვიდეო და აუდიო მონიტორინგს ისეთ სივრცეებში, რომლებიც მკვეთრად პირად გარემოს მიეკუთვნება, მაგალითად აბაზანა და გასახდელი ოთახები. ასეთ ადგილებში კონტროლი ვერანაირი ლეგიტიმური მიზნით ვერ გამართლდება და კანონი მას დაუშვებლად მიიჩნევს.